როგორ უნდა მოიქცნენ ის ადამიანები, რომლებიც შაქრის დიაბეტით არიან დაავადებული და მათთვის საკვების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დიაბეტის მქონე პაციენტებმაც, რა თქმა უნდა გაიარონ კონსულტაცია თავიანთ ექიმებთან, ენდოკრინოლოგებთან და გარდა ამისა, თვითონაც უნდა შეაფასონ საკუთარი თავი, შეძლებენ თუ არა ასეთ მდგომარეობაში მარხვას, რადგანაც დიაბეტი შეიძლება იყოს სხვადასხვა სტადიისა და თუ მსუბუქი არის პირველ სტადიებში არის, ამ შემთხვევაში არიან პიროვნებები, ვინც უპრობლემოდ მარხულობენ. აქ თავარი საკითხი არის ის, რომ მას უნდა შეეძლოს მარხვა ჯანმრთელობის გაუარესების გარეშე. თუ მარხულობს, მაგრამ მისი ჯანმრთელობა დღითი დღე უფრო უარესდება, ამ შემთხვევაში მისთვის მარხვა არ შეიძლება. ამ შემთხვევაში მათ უნდა შეწყვიტონ მარხვა, რადგანაც ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალა წმინდა ყურანში ამის ნებას იძლევა. აქედან გამომდინარე, ზოგიერთებს არ უნდა გაუჩნდეთ ასეთი აზრი, რომ მე მაქვს დიაბეტი, მაგრამ გარკვეული სირთულეების მიუხედავად მაინც შემიძლია ჩემი ჯანმრთელობის ხარჯზე დავდგე და ვიმარხო. ეს არასწორია. ვიფასებო, რადგანაც ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალა ჩვენგან არ მოითხოვს, რომ გავიფუჭოთ ჩვენი ჯანმრთელობა, გავიუარესოთ ჩვენი ჯანმრთელობა, ან შევაფერხოთ ჩვენი კურნალობა. პირიქით, ალლაჰია ის, ვინც ბრძანა, რომ რამადანის თვარეში იმარხეთო და ასევე ალლაჰია ის, ვინც ბრძანა, თუ კი ავად იქნებით, მაშინ ნუ იმარხავ. ამიტომ ჯანმრთელი ადამიანი, როდესაც იცავს მარხვას, ის ასრულებს ალლაჰის ბრძანებას. ხოლო გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი, რომელიც არ მარხულობს, ისიც იცავს ალლაჰის, ისიც ასრულებს ალლაჰის ბრძანებას. რადგანაც ალლაჰი ბრძანებს, რომ თუ კი ავად იქნებით, მაშინ ნუ იმარხებ და იმდენივე დღე იმარხეთ სხვა დღეებში, როდესაც მორჩებით. ხოლო დიაბეტი არის ისეთი დაავადება, რომელიც არ რჩება. ამ შემთხვევაში მან ყოველი ერთი დღის სანაცვლოდ თითო ფითრა უნდა გაიღოს ღარიბებისა და უპოვრების დასაპურებლად ან მათ სასარგებლად.